და ამ თემაზე სასაუბროდ ბატონ შალვა ნათელაშვილს, ქართველი ლეიბორისტების ლიდერს ვთხოვეთ სტუდიაში სტუმრობა. ბატონ შალვა, თითქოს რეჟიმი ჩქარობს გადაწყვეტილებების მიღებას, აღარ ერიდება იმ ტიპის ნაბიჯების გადადგმას, რომელსაც წლების განმავლობაში უფრო ფრთხილად ეკიდებოდა. დაწყებული სახელოვნებო სფეროსთან მიმართებაში დამოკიდებულებისგან, გაგრძელებული ახალგაზრდობის მიმართ დამოკიდებულები და ასე შემდეგ. ანუ გარკვეულწილად ეს გამონათქვამი კი ტექნიკური, ფორმალური თვალსაზრისით თქვენ ამავე დროს პოლიტიკის სპეციალისტი და იურისტი ბრძანდებით, ანუ ავტორიტარიზმის კონსოლიდაცია, რასაც ნიშნავს, ფაქტობრივად ჩვენ ხედავთ ყოველდღიურად გადადგმულ ნაბიჯებს ამ მხრივ. რა ფაზაშია ახლა ქვეყანა და რამდენად საგანგაშოა ეს ვითარება თავისი რეაგირების შესაძლებლობებით. უპირველესად ღამემშვიდობის გამარჯვებას უსურვებ ჩემთვის სანატრელ ტელეაუდიტორიას. მადლობა მოწვევისათვის. მძიმე დღეა. სწორედ აი ამ წუთებში და საათებში გასცა იუდამ უფალი და ჩვენ უნდა ვისურვოთ, რომ აღარ ყოლოდეს იუდები პოლიტიკაში, რომლებიც გაყიდიან ქვეყანას, ერს, მომავალს, პრინციპებს, იდეებს, ზნეობას, პატიოსნებას, გაყიდიან ვერცხლზე, გაყიდიან ძალაუფლებაზე, გაყიდიან ერის და ჩვენი შვილების სამომავლო ინტერესებზე. და უნდა ვისურვოთ, რომ არასოდეს არ გვყავდეს ხელისუფლება, რომელიც აი ასე დაერევა თავის ახალგაზრდობას, თავის მოქალაქეებს, საკუთარ მომავალს და საკუთარ საძირკველს დაანგრევს, გადავა ხელოვანთა რეპრესიებზე, რაც არ მოხდა 30-იანი წლების შემდეგ. ასეთი ამბავი არ მახსოვს. ახლა მე არ მინდა წამოვაყვედრო ვინმეს რამე, მაგრამ ხელოვანთა უფროსმა თაობამ მოიყვანა ეს დღე, როდესაც დაჯდნენ ივანიშვილის დოტაციებზე და შეუქმნეს იმიჯი დიდი ქველმოქმედის და დიდი ერზე მზრუნველისა და აი ეს ყველაფერი მათი შემოქმედება დღეს ახალგაზრდა შემოქმედებზე გადაწყდა, რომლებიც არაფერ შუაში არ არიან, საოცარი ვარსკვლავი სახეობები და ხელოვნების მოღვაწეები ყავს, რომლებიც ზოგი უკვე ციხეშია სამწუხაროდ და ზოგი ახლა რამდენიმე წუთის წინ გაანთავისუფლეს. ამიტომ ეს ყველაფერი ჭკუის სასწავლებელია. ის იუდობა არ დამთავრებულა იმ აქტით, რაც უფალს შეემთხვა. ეს იუდობა გრძელდება და იუდობა ჩვენშია დაბუდებული. ჩვენთან არის დაბუდებული, როცა ერთ იუდას, იგივე პუტინისგან გამოგზავნილი ერთუჯრედიანი იუდას, განსხვავებით იმ თავისი სულიერი წინამორბედისაგან, თავმოყარეობაც არ აქვს იმხელა, რომ თავი მოიკლას. ყოველ შემთხვევაში თავი გაიმტყუნოს და გაეცალოს ხელისუფლებას და დაუთმოს გზა ქვეყანას, ხალხს, საზოგადოებას, მომავალს. ანუ იმყოფინოს, გაძღეს იმით, რაც წაგვართვა. ამდენისა, ანუ იუდაზე უარესია. აი ეს იუდა შემოვიდა და იყიდა ზუსტად ის განმოვარდა, რაც ბიბლიაში აღწერილი. იყიდა ვერცხლით, ამ შემთხვევაში ზოგი კიტრით, ზოგი პამინდორით, ზოგი კარტოფილით, ამორჩეველი, მსახიობი, მწერალი, სპორტსმენი, ექსპერტი, ანალიტიკოსი, პოლიტიკოსი, ლიდერი, რა ვიცი, კიდე ვიღაცა თავზე გვირგვინ დადგმული და საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღეთ, აი თქვენი ლოგიკური კითხვის პასუხს მოგახსენებთ, მივიღეთ ტოტალიტარიზმის არნახული სახეობა იმ ფონზე, როდესაც თავი გოგონა უკვე ევროპის ოჯახში სრული დემოკრატიული პროცესების თანამონაწილე და ვფიქრობდით, რომ აგერ ხვალ და ზეგ უკვე ჩვენ შევაღებთ ბრიუსელის და ატლანტიკის კარს თამამად თავაწეული და დღეს უკვე დავაბრუნდით სადღაც 30-იანი წლების იქით. მე მგონი ჩვენ აღმოჩნდით აი 21 წლის უფრო ღრმად, აი 18-19 წელი, როცა გარდამავალი პერიოდი იყო და ჯერ არ იყო არჩევნები ჩატარებული, არც მთავრობა გახდა შექმნილი პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის, რომელიც არჩევნების შემდეგ გახდა პირველი ხელისუფლება სოციალ-დემოკრატიული. ევროპაში სოციალ-დემოკრატები პირველად საქართველოში მოვიდნენ ხელისუფლებაში და ისე აღაფრთოვანა ამ ფაქტმა მთელი ევროპული სოციალისტები, რომ კაუსკის დელეგაცია აქ პირველი ჩამოვიდა და ჩვენ შემდეგ მოვიდნენ ბრიტანეთში ლეიბორისტები უკვე. აი იმის წინა პერიოდში ვართ. აი რადგან მაინც რუსეთის
თემას არათუ ვერ გავექცევით, არამედ როგორც თქვენ თავად თქვით, თქვენ გჯერათ იმის, რომ ივანიშვილის პროექტი თავიდანვე იყო რუსეთის პროექტი. ზოგიერთ განსხვავებული აზრი აქვს და მიაჩნია, რომ ივანიშვილი ძალაუფლების შენარჩუნების გამო ამყარებს ტაქტიკურ კავშირებს, ასე ვთქვათ, იმასთან, რომელიც ეხმარება მას ძალაუფლების შენარჩუნებაში და რამდენადაც ახლა უკვე იმ ფაზაშია გადასული, რომ მხოლოდ რუსეთს შეუძლია მისი პოლიტიკური ან თუნდაც ფინანსური ზურგის უზრუნველყოფა, ამიტომაც არის დალაგებული რუსებთან. ამის გააზრებასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ თუ ეს თავიდანვე რუსული პროექტი იყო, ამ პროცესში მონაწილე ადამიანების პასუხისმგებლობის ხარისხიც ისტორიულად სხვაგვარად განისაზღვრება, მაგრამ ჩემი კითხვა მათ შორის უკავშირდება თქვენს, ასე ვთქვათ, რეპლიკას, იუდასთან შედარებას და მონანიებისა და რაღაც პროცესისგან გარიდების თუ არა, ყოველ შემთხვევაში სხვაგვარად გადააზრებას. გადაწყვეტილებები, რომელიც ივანიშვილის მიერ მიიღება, თუ არ ვიცი ვისგან მიიღება, საქართველოს დღევანდელი რეჟიმის ფორმალურ მთავრობის შემადგენლობაში. აშკარად ჩანს, რომ კობახიძის, ასე ვთქვათ, გუნდი დავარქვათ ასე, მათი გავლენა იზრდება მთლიან მთავრობაში. მოგეხსენება ჩვენი ტიპის სახელმწიფოებსა და ქვეყნებში ძალოვანი ბლოკის კონტროლი რამდენად გადამწყვეტი მნიშვნელობის არის ძალაუფლების ცენტრის კონტროლის მხრივ. რა თამაშებთან გვაქვს ჩვენს საქმე? რამდენიმე ვერსია. ზოგი ამბობს, რომ ივანიშვილს არიდებენ ამ სიტუაციას, იმიტომ რომ აღარ ჭირდებათ და პერსონალისტური დიქტატურის ნაცვლად პირდაპირ სისტემურ დიქტატურას ამყარებენ. მეორე ვარიანტი, რომ ივანიშვილი თამაშობს ამას, სურთელი პასუხისმგებლობა შეტენოს ახლა ამ ახალგაზრდების ჯგუფს, რომელიც ისედაც მის კონტროლს ქვეშ არიან და შემდეგ ერთიანად, ასე ვთქვათ, გადააბრალოს პასუხისმგებლობა, რომელიც დაუდგება. თქვენ რომელ ვერსიას ემხრობით, ან თუ გაქვთ რამე განსხვავებული შეხედულება? ვერსიებზე საუბარი ზედმეტია, ჩვენ ვდგავართ მწარე რეალობის წინაშე. რეალობა ასეთია, რომ საქართველო დღეს აყვანილია მოსკოვის პირდაპირ მართვაზე. არ დაიჯერეთ, რომ აქ არსებობს ივანიშვილის, ლილუაშვილის, ამ გაბურძგული კობახიძის, ამ დინარაძის პოლიტიკური კლანი და პოლიტიკური ნება და გონი. ეს არ დაიჯეროთ. საქართველოს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი დღეს გასხვისებულია კრემლზე. და ის გვაქვს უკან დასაბრუნებელი. ანუ რის გამოც ქართველი ერი 9 აპრილის წინა პერიოდებში 56 წელს 9 მარტს კიდევ უფრო ადრე იდგა ბარიკადებზე და მოიპოვა ეს სისხლით, წრემლით, ამდენი ბრძოლით, ამდენი ამტანობით. დღეს თავიდან მოსუპოვებელი გაგვიხდა და ამის შეშმარიტი მაგალითია რუსთაველის პროსპექტი, პარლამენტის წინ მოედანი, ბათუმი, ქუთაისი, საქართველოს ყველა კუთხე კუნჭული და ჩვენი გულები და ჩვენი სულები, რომლებიც მილტვიან თავისუფლებისაგან. ეს რაც შეეხება თქვენი შეკითხვის ძალიან სერიოზული შეკითხვის ძალიან მოკლე პასუხს. ეხლა რაც შეეხება მთლიანობაში რა დღეში ვართ ჩვენ და რატო მოხვდით ამ ვითარებაში. აი დღეს გავრცელდა ძალიან საინტერესო ინფორმაცია, რომ ასტროფიზიკურმა ორბიტულმა ტელესკოპმა ჯეიმს უებმა ჩვენსავე გალაქტიკაში დააფიქსირა ტალღები, კოსმოსური ტალღები და საბოლოო ჯამში ეს აღმოჩნდა ვარსკვლავის მიერ საკუთარი პლანეტის შეყლაპვის პროცესი. ბუნებრივია ამან გამოიწვია შეშფოთება გალაქტიკაში. ანუ შეყლაპა მზემ იუპიტერის ხელა პლანეტა, იმაზე დიდი პლანეტა ყოფილა, გაზობრივ მდგომარეობაში მყოფი. ანუ არაფერი არ ხდება სამყაროში თუ ის გლობალურ მიზეზებს არ უკავშირდება. მარტო საქართველოში, მარტო თბილისში არაფერი არ მოხდება, მარტო ჩვენ რო გვინდა ამის გამო, მარტო იგივე ივანიშვილს რო უნდა იმის გამო, ან თუნდაც პუტინს რო უნდა, პირდაპირ ვთქვათ. ყველაფერი დაკავშირებულია გეოპოლიტიკურ პროცესებთან და აი თქვენი ძალიან სწორი და დროული შეკითხვა, რომ მოვიდა რუსეთის კაცი იყო, ივანიშვილი თუ ვისი კაცი იყო, ხო? ნუ რა თქმა უნდა, იმათი იყო, იმათი ქმნილება იყო მთლიანად, მაგრამ მანამდეც იყვნენ არანაკლებ ავტორიტეტული პროსული ფიგურები საქართველოში. არანაკლებ ჭკვიანი, უფრო მეტად ეროვნული, მე მეცაც გეტყვით, არ მინდა გვარები დავასახელო, გამოცდილი სახელმწიფო მშენებლობაში, მაგრამ ვერ მოვიდნენ ისინი. ვერ მოვიდნენ ვერც არჩევნების გზით. ნუ ვერც სხვა მეთოდებით, ვერანაირი. მაგრამ როდესაც მოვიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში პრეზიდენტად ობამა და მან გამოაცხადა გადატვირთვის პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში. აი ამ გადატვირთვის პოლიტიკა მოიყვანა საქართველოში რუსი ივანიშვილი და უკრაინაში რუსი იანუკოვიჩი. ორივე მოვიდა ერთ ტალღაზე.
მაგრამ რა თქმა უნდა, ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. შემდგომში იანუკოვიჩი დასრულდა იმ ცნობილი პროცესებით, ხოლო ამის დასრულება დღემდე გრძელდება, ის აუცილებლად იქნება დამთავრებული, მაგრამ სამწუხაროდ აი ამდენი პრობლემა, მსხვერპლი და საქართველოს საერთაშორისო იზოლაცია ფაქტიურად ჩვენი მიღწეული მონაპოვრების უკან გადასროლა, უკვე სავიზო რეჟიმის შესრულება გაუქმებაზე დგას საკითხი, აღარ არის საუბარი შემდგომ ამას მოხდება საბანკო გადარიცხვებში პრობლემები. Აგერ დღეს გამოქვეყნდა ანალიზი და 700 მილიონამდე აი ამ სამ თვეში მარტო ამერიკიდანაა გადმორიცხული და 500 მილიონამდე იტალიიდან არის სწრაფი გადმორიცხვების წესი და ამით ცხოვრობს ხალხი, ამით ცხოვრობენ ჩვენი ჩვილები, ჩვენი ბებიები, ამით ჭამენ პურს, აბა ესენი არაფერს არ იძლევენ, მარტო გვართმევენ, მარტო გვაწერენ, მარტო ტენდერებს იგებენ, მარტო საკუთარ საბანკო ანგარიშებზე მიეზიდებიან ყველაფერს და ოფშორებში და აი ეს ხალხი ვინც წავიდა და იქიდან ინახავს თავის ოჯახის წევრებსაც, თავის სოფელსაც თავის რეგიონსაც, საქართველოს ბიუჯეტსაც, იმ ხალხის ფულით ყიდულობენ ესენი ჯიპებს, ჯეტ თვითმფრინავებს, იმ ხალხის ფულით დაარბეინებენ თავიანთ ჩვილებს ოქსფორდში და ჰარვარდში და კემბრიჯში და არბეინებდნენ, მაგრამ ეხლა უკვე ამათი ჟამი მთავრდება ლეიბორისტული პარტიის მიერ ამას სრული სიტამამით ვამბობ ყოველგვარი მორიდების დამდაბლობის გარეშე ლეიბორისტული პარტიის მიერ დაწყებული 12 წლიანი ბრძოლა რეჟიმის დასანქცირებაზე დღეს გახდა მსოფლიო დემოკრატიული კაცობრიობის და საზოგადოების მთავარი ორიენტირი, მთავარი სტრატეგია დასანქცირების პროცესი მიდის აღმავალი ტემპებით, შეერთებულმა შტატებმა მიიღო სერიოზული გადაწყვეტილებები და წინ გველოდება კონგრესის დონეზე მიღებული საკანონმდებლო აქტი, რომლის თანაავტორად ვილსონმა დაასახელა თქვენი მონამორჩილი და ლეიბორისტული პარტია გახსოვთ გასული წლის 4 ივნის, აი ეს აქტი და ამ აქტის მიღება ნიშნავს იმას, რომ არც ერთ პრეზიდენტ შეერთებული შტატებისა ძმა რო იყოს, რა თქმა უნდა ეს არ მოხდება ივანიშვილის ბიოლოგიური ძმა არ ექნება საშუალება რამე შეცვალოს ამათ სანქციებში, იმიტომ რომ კონგრესში კანონია მიღებული და ის არის ზე ეროვნული და ზე პარტიული მოვლენა, მით უფრო ორივე პარტია უჭერს მხარს. ამას წინათ რამდენიმე დღის წინ ლონდონმაც მიიღო უკვე რო იტყვიან თქვა თავისი ავტორიტეტული სიტყვა, მოგეხსენებათ ახლა ლონდონის ოქროს ბირჟა და საფინანსო ცენტრი ეს განსაზღვრავს სოფლიო ფინანსურ პოლიტიკას და ოქროს ხო, ლეიბორისტულმა მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და უკვე დაიწყო მათ სახელმწიფო ბარათების გაუქმებაც და მე წინასწარ მინდა განუცხადო ამ ბატონებს, რომ შიგნითაც ლეიბორისტების მსხვერპლები გახდებიან და გარედანაც ლეიბორისტების მსხვერპლები გახდებიან ძალიან მალე. აი ამას ნახავენ. ამასთან დაკავშირებით ქართული ოცნების პროპაგანდისტული ღერძი ოდნავ გადმომისამართდა შეერთებული შტატებიდან ბრიტანეთის მიმართულებით. აი რომ დავაკვირდეთ ძირითადად რომელ ქვეყანას მტრობენ ახლა დასავლეთიდან მთლიანად ევროკავშირს, მაგრამ ბრიტანეთი ითვლება ბრიტანელ ლეიბორისტებს ურტყავენ ბოლო დროს კი. და სხვა შორის დღეს აღამოსაც ყობახიძემ თქვა, რომ იგივე გახარიასთან მიმართებაში იმ კომისიაზე ატეხილი ამბების გამო, რომ ეგო თავის დროზე იმიტომ ვერ მოხსენითო დავაწინაურეთ, რომ Deep State-დან ზარი გაისმაო და დაირეკაო და ასე შემდეგ. Deep State-ზე თუ გნებავთ თქვენებურად შეგიძლიათ ნებისმიერ დროს დააკომენტაროთ, მაგრამ მინდა კითხოთ არალეგიტიმურ პარლამენტში წამოწყებული აი ამ ეგრეთ წოდებულ საგამოძიებო კომისიის მუშაობის მიზნებსა, ფორმასა და შინაარსს. მადლობა, კი ბატონო. რამდენად სწორად მიგაჩნიათ იქ რომელიმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მისვლას? მადლობთ. ცოტა უხერხულია და კომიკურიც ივანიშვილის ერთუჯრედიანი მონებისგან Deep State-ის ზიება ქვეყნის საზღვრებს გარეთ, როცა ივანიშვილის სახით აგერ ყავთ Deep State-ი, ფარული მართველი, რომელმაც შექმნა ფარული სახელმწიფოში, რომელმაც მიითვისა და შეისყიდა სახელმწიფო ხელისუფლების ყველა შტო, საკანონმდებლო აღმასრულებელი სასამართლო ადგილობრივი, რომელმაც იყიდა ყველაფერი დაწყებული ოქროს, იყიდა მიიტაცა ოქროს საბადოდან მარგანეცამდე, ფოთის და ბათუმის პორტებიდან გასადენებამდე, ნავთობსადენებამდე და ყველაფერს მართავ შუმად კრიმინალური მეთოდებით, რუსული ბერკეტებისა და ოლიგარქიის გამოყენებით, ოფშორული ზონებით, სადაც უკვე მიადგნენ ახლა და ეს პროცესი გაგრძელდება. აი და რომელსაც მთელი მსოფლიო აღიარებს ფარულ მართველად, ანუ Deep State-ად. ეს Deep State-ი რა არის? ჩრდილოვანი ღრმა სახელმწიფო ვითომ, ხო? აი აქ მასონებს რო უძახიან კიდე სახალხო წარმოთქმებში. და ამ დროს ტრამპს გოლფი ვერ უთამაშია.
რო იქ არ მიადგენენ ჟურნალისტები და არ დაუსვან ინტეგრალური კითხვები და ვერ გაფრენილა ვერსად. და მთელი მსოფლიოს მართველი საზოგადოება დემოკრატიულ პრიზმაშია და დემოკრატიული მიკროსკოპის ქვეშ მოქმედებს და მუშაობს. ის კი არა, რამდენიმე წლის უკან ამხილეს ტოკიოს ვიცე-მერი, ხო წარმოგიდგენთ 25 მილიონიანი აგლომერაცია, რომ სიდეთრს ათხოვა მანქანა სამსახურებრივი ქალაქგარეთ რომ აგრაგზის ასულიყო ის ქალბატონი. და ამის გამო თავი მოიკლა. კაცმა მოიკლა თავი, ხო წარმოგიდგენთ ეხლა ამათ იმდენი გრეხი აქვს დაგროვებული, რომ მთელი მსოფლიოს კრიმინალიტეტმა რომ თავი მოიკლას ამათ ამაგიროთ. კიდე ვერ ჩამოწმენს ვერანაირი ქმედება ამგვარი მომნანიებელი ხასიათის. ეს ერთი, ამიტომ მე ურჩევდი კობახიძეებს, დინარაძეებს და იმ საცოდავებს, თან საცოდავები, იმიტომ რომ ესენი ხვალზე მე უკვე ნათლად ვხედავ, ესენი როგორც ვხედავ საბრალდებო სკამზე, რკინის გალი ისიქი და როგორ იძლევიან ჩვენებებს გასაწყლებულები და ხბოს თვალებით. ხედავთ ამას. კი, ეს გარდაუვალი იქნება. ეხლა რო ამბობდი წინა ხელისუფლებებზე, რომ ციხეში მოხვდებით მეთქი თქვენ სავე აშენებულში, გიჟია ვამბობდნენ ჩემზე და ხო გახსოვთ, არასერიოზული და ტაკიმასხარი კროუნიო და აი ეხლა ჩემ დასაცავებერან მთელი რიგი მეგობრები და მე ყველაზე მეტად ვშიშობ, რომ აი ეს გაჭირვებულებით ჩემ დასაცავები არ გახდნენ, იმიტომ რომ ისეთი ბედი მაქვს, მე მაინც მე მომადგებიან მათი ახლობლები და მე მთხოვენ დახმარებას. ნუ მოკლედ. ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში აი ესეთი კომისიების სახით ხვებს უპირებენ კიდევ. ხო, მაგრამ ეს არის უკვე ამათი სასიკვდილო ხროტენი შეიძლება ითქვას, კულმინაციაზეა დიქტატურა ასული, კულმინაციაზეა ბრძოლა მათ წინააღმდეგ მსოფლიოს დემოკრატიული საზოგადოებიდან და აი გეოპოლიტიკურ ნიუანსებს რაც შეეხება წინაზე რატომ მოვიდა გადატვირთვის პოლიტიკით, გეოპოლიტიკამ განსაზღვრა მისი მოსვლა. ნუ რა თქმა უნდა, აქ დამატებით ის რაც ვიცით ჩვენ და აღარ მინდა ეხლა ამაზე დრო დავკარგოთ, ჩვენი ბრალით, ჩვენი ვერცხლის მოყვარეობით, ჩვენი იმედებით, ჩვენი კერპთაყვანის მცემლობით, რომ სულ ვეძებთ, რომ აი ღმერთი მოვა, ვიღაცა ჩამოვა, გაგვიძღვება, გვაჭმევს, გვასმევს, ფულს მოგწევს, მემკვიდრე გამოგვაცხადებს და ამ დროს მივალთ ეკლესიაში და ქრისტიანები გონია თავი, ამ დროს ქრისტე და ბიბლია გვეუბნება, რომ არ იწამოთ ღმერთი ჩემს გარდა არავინ, იმიტომ რომ ორ ფეხა არ შეიძლება იყოს ღმერთი, არ შეიძლება იყოს კერპი, უნდა იყოს თუ პოლიტიკაში მოვიდა კრიტიკის ქვეშ, მახვილი თვალის ქვეშ, არ უნდა დარწმუნდეს, რომ ის უპრობლემოდ გაძრევა პასუხისგებლობისაგან და შერჩება ჩადენილი ცოდვები და გადაცდომები, როცა აი ამ დონეზეა ჩვენი საზოგადოებრივი ცნობიერება, მე გვეყოლება ჩვენ სახალხო ხელისუფლება, მე გვეყოლება სამართლიანი სასამართლო, მე გვექნება კანონიერება და წესიერება. და აი ახლაც უკვე იმსხროვა ჩვენს თვალწინ პოცდამის და იალტის მიერ შექმნილი მსოფლიო მართლწესრიგი. დამთავრდა ეს მომენტი. ამერიკა ამბობს, რომ მე უკვე ცალკე პოლუსი ვარ, აქედან უნდა მივხედო ჩემს თავს და მე ვეღარ შევინახავ ევროპას და ვერ უზრუნველყო მათ უსაფრთხოებას, თვითონ უნდა ამოიღონ ჯიბიდან, რაც უსაფრთხოებისთვის საჭიროა და ამ საქმეში სწორია შეერთებული შტატები, არ შეიძლება სხვისი მოიმედეობა სულ, იმიტომ რომ იმათ თავიანთი პრობლემები აქვს ამერიკელი გადასახადის გადამხდელი უთulis მე იმ გადასახადს ის კი არა ჩვენ რო გვართმევენ ჯარიმებიდან დაწყებული და ხელფასებიდან და საშემოსავლოს და უშვილობის თუ შვილოსნობის და ყველაფერი მიაქვს და არავინ არ უთulis. თვითონ ცენტრალიან ამერიკელი გადამხდელები. იქნება მრავალპოლუსიანი მსოფლიო, სადაც ამერიკას ექნება ერთი ადგილი, ევროპას აუცილებლად ექნება მეორე ადგილი, საუბედუროდ რუსეთს ექნება მესამე ადგილი. მეოთხე ადგილი, შემდეგი ადგილი ექნება ჩინეთს. ხო, თანმიმდევრობაში ალბათ მეორე და მესამე ევროკავშირ ჩინეთი. ხო, თანმიმდევრობა ეგრეა. მეოთხე, მეხუთე, ნუ ბრაზილია, ინდოეთი და აი ამ პოლუსების გარშემო იტრიალებენ კვაზი მინი, უფრო პატარა სახელმწიფოები. ეხლა ჩვენი ორბიტა მოსკოვის, პეკინის და თეირანის მიერ გათვლილია მათ გარშემო სატრიალოდ. ანუ უნდათ რომ სადაც ვიყავით ეს საუკუნეები, ვისაც ვებრძოდით, ვინ ჩვენი სისხლი ღვარა, ჩვენი მომავალი შეჭამა, განვითარების გზა ჩაგვიკეტა, მსოფლიო განვითარების გზა, აი ახლა ჩემი თაობა, საწყალი თაობა ვარ, ცოდვა თაობა ვარ, იმიტომ რომ მარტო მოსკოვში შეგვიძლია ჩავსულიყავით პეტერბურგში და ჩელიაბინსკში, ხო? ეხლანდელი თაობა, ნუ გასაგებია პრობლემები ბევრი, მაგრამ ბედნიერი თაობა. ჩადიან ნიუ-იორკში, მანჰეტენზე, ვენაში, ახლა ვენაში რამდენიმე წლის წინ ბარში შევედით იქ ვენის თეატრთან და ქუთაისელი ლამაზი გოგონები, იმერელი გოგონები იყვნენ ჩამოსული, შაბათ კვირას ვიზიარით
და ბარში იჯდნენ და კოქტეილის სრუბავდნენ რომ ძალიან გამიხარდა იმათაც გაუხარდათ ჩემიდან ახლა მე როგორც ახლა ქართველებს გვშვება შამპანური გავგზავნე თუმცა რო დავხედე ისეთი პაცი უნდა შამპანური მაგრამ არ მინანია იმიტომ რომ ალალი იყო მოკლედ ხო აი ეს უნდათ ისევ დაგვაბრუნონ იქ შეიაბეზში წარმოგიდგენიათ თქვენ და ახლა არ უნდა ეს არც ახალგაზრდებს არ ძველ გაზრდებს აღარ გვინდა კი არ გვეჯავრება რუსეთი მე დიდი მოყვარული ვარ რუსული ცივილიზაციის რუსული ლიტერატურის მუსიკალური ხელოვნების უსაზღრო სივრცეების ტაიგიდან დაწყებული მათი სულიც გაუგებარია სხვადასხვა ეს აღუწერელი ცივილიზაცია იმიტომ რომ აქ შეერწყა ორი ფენომენი ერთმანეთს სლავური მონგოლური თურქული და მივიღეთ რაღაცა საოცარი აგლომერაცია, რომლებიც აი თავის ბიოლოგიურ ნათესავებსაც კი ვერ ხდებიან. აი უკრაინელებსა და რუსებს შორის რამხელა ცივილიზაციური დაპირისპირება ხო ხედავთ, მიუხედავად საერთო ენის, საერთო კულტურის, საერთო წარსულის, იმიტომ რომ აი ეს მონგოლური ცივილიზაციური ნიშნები მიუღებელია უკრაინული ცივილიზაციისთვის, რომელიც ევროპულია და იქ ნაკლებად მოახდინა გავლენა თურქულ მონგოლურმა სიტუაციებმა. ამიტომ აი ეს მრავალპოლუსიანი მსოფლიო ეხლა იქმნება და უნდა რომ მოგვაქციონ იმ ირან, პეკინ, მოსკოვის ორბიტაზე. და ეხლა ამაზეა მთელი ბრძოლა ქართველი ხალხის და მათ შორის ჩვენი მოკავშირეების, რომ რამენაირად იქ იმ სიბრნელეში არ მოიქცეთ და არ გამოგვლიჯონ მსოფლიო განვითარების მაგისტრალიდან ისევ. ანუ ეს გეოპოლიტიკური საკითხია. ეხლა ჩვენ ეხლა ამ ერთუჯრედიანებთან ამაზე საუბარს ამის მოწოდებას აზრი არ აქვს, მაგრამ ჩვენ გათვლილი უნდა გქონდეს კიდევ 50 წლის შემდეგ როგორ გადანაწილდება მსოფლიო, როგორ გადალაგდება 100 წლის შემდეგ რა სიტუაცია და კონფიგურაცია შეიქმნება და როგორ გადავირჩინოთ თავი რომ არ მოხვდეთ ისევ შავ ორბიტაზე, ხო? აი ახლა მაგალითად გეოპოლიტიკოსები სერიოზულად მსჯელობენ იმის თაობაზე, ახლა დაუჯერებელია ამის მოსვენაც კი, მაგრამ ფაქტია რომ ჩვენ წინ გველოდება მართლმადიდებლური პანთურქიზმი. თქვენ წარმოგიდგენიათ? ანუ თურქეთის და რუსეთის გაერთიანება ერთ კვაზი სახელმწიფოდ 50-100 წლის შემდეგ, მაგრამ მაშინაც ხო იქნება საქართველო, მაშინაც ხო გვინდა ჩვენი რეცეპტები ქონდეს გეოპოლიტიკური და თურქი და მართლმადიდებლობა ხო უცნაურად ჟღერს, და ამ დროს გადახედეთ რუსეთს, კირილე, თურქია ჩუვაშია. უდმურტები, თათრები, ჩუვაშები, ბაშკირები, ყველა თურქული წარმოშობისაა. თათრებზე აღარ ვამბობ არაფერს. ანუ ნახევარი რუსეთი მართლმადიდებელი თურქებია. იგივე სტალინის პირადივანი პოსკრებიშევი ის იყო კრეშიონი ტატარი, მონათული ტატარი იყო, თურქი. ანუ აი ესეთი რთული გეოპოლიტიკური მოვლენები გველოდება და ამისათვის ქვეყნის პოლიტიკური ელიტა უნდა იყოს მზად. ქვეყნის პოლიტიკური ელიტა უნდა აზროვნებდეს. ქვეყნის პოლიტიკური ელიტა არ უნდა იყოს დახარბებული დღევანდელ შემოსავალს, საკუთარი ჯიბეს, საკუთარი ინტერესებს, საკუთარ პარტიულ ეგოიზმს თუნდაც, მაგრამ ამას ჩვენ ვერ ხედავთ, ვერც ოპოზიციაში, ვერც პოზიციაში. იგივე იმ საგამოძიებო კომისიაზე მისვლა იყო სრულიად არასწორი. მე არ მინდა ახლა აქ ემოციური ვიყო, ახლა არ მინდა ახლა გლობალური კრიტიკოსი გამოვიდა, მაგრამ არ გამოდის ნახევრად სიმართლე არც ცხოვრებაში, არც მეგობრობაში და არც პოლიტიკაში და არც ოჯახში. უნდა ითქვას სათქმელი, არ იყო სწორი იქ მისვლა. უკიდურეს შემთხვევაში იქ ბატონი ექსპრემიერი მისვლა გამართლებული იქნებოდა თუ იტყოდა მთავარ სიმართლეს, რომ ბავშვებისათვის ხეცებზე განკუთვნილი რეზინის ტყვიების სროლის განკარგულება გასცა პირადად ივანიშვილმა. და ეს ძალიან კარგად იცის გახარიამ, მაგრამ ისევ დიპლომატა, ისევ წაიქქვეშქვეშა და ნუ მოკლედ ახლა მე გადავხედე ბიოგრაფიას, იძულებული გავხდი, იმიტომ რომ სულ მაგის თაობაზეა საუბარი ეს ბოლო დღეები მის პოზიციებზე, რაც არასასიამოვნოა, იქ არჩევნებში მონაწილეობს, იქ დაფინანსებას იღებს, პარლამენტი არ დატოვა, ლეგიტიმაცია აღიარა ამ პარლამენტის, ეს ფაქტია, ხო? ხო, და გადავხედე ბიოგრაფიას და მამამისი ბატონი ზაურ გახარია ყოფილა ჭაჭიასთან ერთად სამეგრელოში სახალხო მოძრაობის დამფუძნებელი შევარდნაძის დროს. გახსოვთ ეს სახალხო მოძრაობა რუსეთის სპეცსამსახურების შემოქმედება იყო, ფიქრობდნენ რომ სეპარატიზმს გააღვივებდნენ და ვერ გაიგეს ამათ ელემენტარული რომ კოლხები, მეგრელები პირველი კატეგორიის ქართველებია. რა სეპარატიზმი უნდა გააღვივო იქ. მაგრამ ჭაჭია, რომელიც არის ბოროტება და 30-40 წელია საქართველოს დაშლის გეგმებს თავაზობს რუსეთის სპეცსამსახურებს და არ ოკდება და არ მშვიდდება
ის რაც დღეს ხდება ეს არასამთავრობოები ეს დიქტატურა ეს რუსეთთან კავშირი ურთიერთობები ეს აფხაზეთისა და ამცხინვალის აღიარების კონცეფციები დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა ყველაფერი ჭაჭიას ნაშრომები წაიკითხეთ გადახედეთ ინტერნეტს ის წერს და ის აწუხა ამ ყველაფერს და გახარიას მამის თანამებრძოლი ერთად დაუფუძნებიათ ეგ მოძრაობა და რა თქმა უნდა გახარია თავიდანვე შემოიყვანა რუსეთმა ჭაჭიას მეშვეობით მიუტანეს ქსივი იუდა ისკარიოტეს რო ეძახი ხუხაშვილს და ხუხაშვილი მაშინ ივანიშვილის კალთაზე ეჯდა და შეუტანა ეს სივი და წავიდა იქიდან არ შეიძლება ასე პოლიტიკაში მოსვლა ხალხო პოლიტიკოსი სანამ ჩაბარდება რამე საპასუხისმგებლო თანამდებობა უნდა ცეცხლის ქურაში გადიოდეს უნდა იცნობდეს ხალხი მის წარსულს მის დამსახურებას შესტომებიც უნდა ქონდეს მაგრამ უფრო ნაკლები მეტი წარმატება უნდა ქონდეს ეროვნული უნდა იყოს უცხოიდან არ უნდა იყოს რეკომენდირებული მით უმეტეს თუ ის უცხოეთი ოკუპანტია და შენი მტერი სახელმწიფოა აი საიდან იწყება ყველაფერი და მე ვიღებთ ასეთ გახარებს მე ვიღებთ ასეთ კომისიებს მე ვიღებთ ასეთ ჩვენებას მე ვიღებთ ასეთ აღიარებებს ეხლა მე მერიდება ძალიან ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე რომ საუბრობენ ზოგიერთები რა უთხრა ვილსონს ეს იყო ჩემი ბოლო კითხვა სხვა შორის რა უთხრა სენატორ უიკერს რა უთხრა კონგრესმენ კოენს რომლებიც დაუპირისპირდნენ იქ ამერიკაში ბევრს დაუპირისპირდნენ ჩვენ მხარდაჭერაში რომ არ აღიარონ ეს არჩევნები ივანიშვილის ჩატარებული ეს რეჟიმი არ აღიარონ აგერ იძულებულია ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი იქიაროს ბაქოში ალიევთან და ალიევი აძლევს კურთხევას საოცარისა ისე თუ კოლონიებმა გვეწერე ისე დიდი იმპერიის კოლონია ყოფილიყავით და ალიევის კოლონია გამოდივართ რა იქ ჩადიან ადრე ჩადიოდნენ ისპაჰანში ჩვენი მეფეები რომ ხალათი მიიღო ჩახისგან ის ჩააცმევდა ამ ხალათს ეხლა ჩადიან თეთრეულო ჩააცვას ალიევმა იქ ბაქოში და ერთ სიტყვას არ ამოღერღავენ რომ დავით გარეჯი რატო წაიღეს რატო რუშვებენ ღვთისმსახურებს ტურისტებს რატო რუშვებენ მომლოცველებს იქ აღდგომი ახლოვდება და ზუსტად აღდგომის პერიოდი იყო რომ ჩავარდი მე იქ როცა შემოიყვანეს ჯარები და დაიკავეს ეს აღდგომის მონასტერი და ჩიჩხიტური და პირადად შიშველი ხელებით ვებძოდით იმ შემოსულ მესაზღვრებს და ეს ვიდეო იმებზია აღბეჭდილი და ეხლაც კი ბლანძღავენ იქ ალიევისტები ხო ერთ სიტყვას არ ახსენებენ ამის თაობაზე და არც იმის თაობაზე რომ სახმელეთო საზღვარი 40 ქვეყანას შორის ჩაგეტილია ამ წუთამდე და აზერბაიჯანელს მარნეულეს ჩვენსაც არ აქვს საშუალება გადავიდეს იქეთ ივაჭროს ბიზნესი აწარმოოს ბაქოში მოინახულოს ახლობლები დაბრუნდეს უკან ასევე არ აქვს საშუალება ჰერეთელს ინგილო არასწორი ტერმინია ახლად მუსლიმ მიღებულის ნიშნავს ჰერეთია ის ჰერეთელს არ აქვს საშუალება გადმოჭრას ლაგოდეხის ხიდი ჩამოვიდეს თბილისში უნდა ჩავიდეს 300 კილომეტრი გაიაროს ბაქოში და გადმოფრინდეს ალიევის ამ საკითხებს კი არ ამწოვებენ არამედ ჩადიან იღებენ კურთხევას ვიღაცის დასანახავად რომ აი ვითომ საზღვარგარეთ აქვთ მისასვლელი მიესვლება და სხვა და აი ამ სიტუაციაში ვარ დღეს ჩვენ ჩავარდნილები სამწუხარო და ამ დროს ეხლა იმის თაობაზე საუბარი რომ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა მივიღოთ მკრახელობა ხალხო რას უუბნებით სოფლიოს რას უუბნებით ჩვენს მეგობრებს რომლებიც დღედაღამე ფიქრობენ როგორ მოგვაცილონ რეჟიმი როგორ ჩაატარონ ახალი არჩევნები ჩაატარებინონ ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება ნიშნავს იმას რომ ახალი ხელისუფლება გვეყოლება და რა თქმა უნდა ადგილობრივ არჩევნების ჩატარება სად გაიქცევა ვის რა ჯანდაბათუნა ადგილობრივ არჩევნები თუ ხელისუფლებაში მაღლა დარჩა ისევ ივანიშვილი დარჩა მდინარაძე დარჩა ყობახიძე დარჩა ეს ვინც არის მთელი ეს ბრიაშკა მილიონერთა ბრიაშკა ვის რა თუნდა ეგეთი არჩევნები ეგ არის თავის მოტყუება ეგ არის ერის მოტყუება ეგ არის მომავლის ღალატი იმ ბიჭების ღალატი ციხეში რო სხედან ახლა იმ ხალხის ღალატი ახლა რო თეატრის წინა შეკრებილი და პარლამენტის წინა შეკრებილი ეს არის მომავლის ღალატი ამაზე ფიქრის არ შეიძლება საუბარიც არ შეიძლება და სხვადასხვა ახლა ეს გახარია ამბობს მაინც პირდაპირ რომ მონაწილეობა შეიძლება მივიღო სხვები არ ამბობენ მაგრამ ამზადებენ ფსიქოლოგიურად ნიადაგს აი ახლა რო შეხედო ნუ თქვენ აქცემულებთ ხოლმე ამის თქმა მაგრამ კოლეგიალობას უთხრილებით რო შეხედო ტევ პირველს ყოველ დღე არის მსჯელობა ადგილობრივ არჩევნებზე იმიტომ რომ ჯაფარიძე და ხაზარაძეს უნდათ იქ მონაწილეობის მიღება ამზადებენ ნიადაგს ოღონდ თვითონ ეშინიათ ამის თქმას და ალაპარაკებენ დიანა ტრაპაიძეს ალაპარაკებენ ზაქარეიშვილს ალაპარაკებენ ბერძენიშვილებს ზურაბიშვილებს ხუხაშვილებს და მთელ აი ამ ბრიაშკას დინოზავრების შემორჩენილი ჯოგივით რო ჩაჯდომიან ქართულ ეროვნულ ორგანიზმს და საკუთარი ჯიბის ინტერესების მიხედვით ყიდიან და იქნევენ ას მარჯვნიდან და მარცხნიდან და ნებისმიერ გადაწყვეტილებას დაუჭერენ მხარს ოღონდ რამე საშოვარი იშოვონ შესაბამისად ჩვენ თუ ავიღებთ ჩვენი ქვეყნის ბედს ჩვენს ხელში და ჩვენ ვიბრძოლებთ იმისაც რომ დაწყებული საქმე მივიყვანოთ ბოლომდე არ მოусმინოთ პროვოკატორებს მოღალატეებს იუდებს ვერცხლზე გაყიდულებს ჩვენ მოვიცილებთ ამ ხელისუფლებასაც მოვიცილებთ ამ საბანკო მაფიას გადავხედოთ ხალხო რა ხდება მეგობრებო რა ხდება ბანკირების ხოვებაში ვართ ბანკირების ხელში ვართ გაიხედა ივანიშვილი ბანკირი რუხაძე ბანკირი გილაურები
ბანკირები, ხაზარაძე ჯაფარიძე ბანკირი, ის რაგვარი ეს პაპაშვილი ბანკირის კინტრილი ვაჭამა ბავშვებს სკინტრიანირზე ბანკირი, ესენი ქმნიან პარტიებს, ესენი არეგისტრირებენ ტელევიზიებს, ესენი ქმნიან პოლიტიკურ ამინს და ამათ უნდა საქართველოს მართვა, ძარცვა, გლეჯვა და ერთმანეთის შანაცვლება. ჩვენ ყველა ერთად უნდა გავგავოთ პოლიტიკურ ასპარეზიდან, მოვიცილოთ, გადავცეთ ძალაუფლება, მის უდიდებულესობა ჩვენს ხალხს და დავამყაროთ ევროპული სოციალიზმი, სადაც ბანკირები კი არ იმეფებენ, იმეფებს ხალხი. აი ეს არის ჩვენი მიზანი და ღმერთმა ბედნიერი აღდგომა, ბედნიერი მომავალი და ბედნიერი უფლის მფარველობის უწყვეტი პერიოდი მოგვანიჭოს და ეს ასე იქნება. მადლობა ბატონო. თქვენს ბედნიერ აღდგომას გისურვებთ. დაგემშვიდობებით.